3 წლის წინ უკრაინელი მომღერლის გამოჩენამ ქართულ შოუ-ბიზში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ვინ არის? რატომ ჩამოვიდა? თავარი ვერსია კი უშუალოდ პრეზიდენტ სააკაშვილს უკავშირდებოდა. გავიდა დრო და ქერა კოხტა და გლამურული ივანა ქართულ საზოგადოებას იდეალურად მოერგო. არა ერთ თოქ-შოუს ეწვია, საკუთარი გადაცემა წაიყვანა და საქართველოს მოქალაქეობაც მიიღო. თუმცა იდილია მაშინ დაირღვა, როდესაც ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა. წავა თუ არა ივანა მელაი საქართველოდან? ეს კითხვა ბევრს უჩნდებოდა. ამიტომაც შევხვდით ქერა ლამაზმანს ახალ გახსნილ კაფე ტიფანიში. Mas сейчас შეხვდა ორი ქერა, две блондинки встретились. И опасно. Да. ივანას ვიცნობ უკვე რამდენიმე წელია, მას შემდეგ რაც ჩამოვიდა საქართველოში და ეხლა იყო კიდევ ერთი საბაბი იმისთვის, რომ ჩვენ შევხვდეთ ერთმანეთს, მე ვიცი, რომ ბევრი სიახლეები აქვს ივანს. ივანა, აი რა მინდა გითხო, რატო არის ყოველთვის რომ შენს გარშემო მუდმივად რაღაცა ჭორებია, მუდმივად რაღაცა ინფორმაცია და რომელსაც შენ ზოგჯერ ადასტურებ, ზოგჯერ არა, მაგრამ როგორ შეგიძლია ესე რომ გამოიწვიო ინტერესი საყოველთაო პუბლიკის? სხვათაშორის ქართული ენა ისწავლე თუ არა? Цота. ცოტა. გაიგო მე მგონი რაც ვკითხე. Я с детства очень ბავშვობიდან მსახიობობაზე ვოცნებობდი. рисовала себе. ვითომ სცენაზე ვდგევარ მიკროფონით ხელში. Я помню, как я подписывала контракт. მახსოვს პირველ კონტრაქტს რომ მოვაწერე ხელი, საწერი კალამიც კი იმფერის იყო, როგორც ჩემს საბავშვო ოცნებებში. Тогда в моих визуализациях. Я очень стараюсь, чтобы час в день это было мое. ერთ საათს დღეში ჩემს თავს Это были ვუთმობ. мои любимые книги, мои любимые фильмы. წიგნებს ვკითხულობ, Это была моя ფილმებს любимая- ვუყურებ, ღვინოს Это было სვამ. мое любимое вино. Я разрешаю себе ვაკეთებ იმას, რაც მინდა. делать то, что хочется. საკუთარ თავზე საუბარი არ ბეზრდება. ის რომ ივანა ყველაზე ლამაზი და ნიჭიერია, იმდენად დამაჯერებლად ჟღერს, რომ ეჭვის შეტანა მის შეფასებებში უხერხულიცაა. Это борьба за выживание. ჩემი ცხოვრება ბრძოლა, ფეხს გიდგამენ, მიკროფონს გითიშავენ. Тебе микрофоны вырубают. У вас სლოვაკეთში იყო შემთხვევა ერთ-ერთ კონკურსზე. ადგილობრივ ვარსკვლავებს ძვირიანი მიკროფონები დაურიგეს. მე კი $10 შემომაჩეჩეს. კარგი ვთქვი, მე ახლა გამოვალ და გაჩვენებთ როგორ უნდა იმღერო $10 მიკროფონში თქო. მოკლედ გავაგიჟე ყველა. долларовый микрофон. Ну, успех был сумасшедший. ანუ შურდათ შენი ზავიდებელი? Ну, конечно. Это присутствует всегда. Я რა თქმა უნდა, მე პირიქით მიყვარს ლამაზი ქალი, ესთეტიურ სიამოვნებას ვღებულობ, მაგრამ ვიცი რომ ბევრს შურს ჩემი გარეგნობის. Мне это очень нравится. Я восхищаюсь. მაგრამ მე ფორტუნამ გაგიღიმა, როდესაც შენ გაიცანი საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც მოგიწია ჩვენ საქართველოში და პრინციპში გადაცემაც ჰქონდა, ტელევიზიაში მუშაობდი და საკმაოდ კარგად აეწყო შენი კარიერა. რომელიც სამწუხაროდ ეხლა არ ვიცი, დამთავრდა. Словами. ასე გიპასუხებთ, თუ თქვენ დაინახეთ ადამიანი მწვერვალზე, ეს არ ნიშნავს, რომ ის ციდან ჩამოვარდა. Не думайте, что он туда упал с неба. რა თქმა უნდა, რასაც იმსახურებ, იმას ხებულობ. მე ბევრს ვშრომობ, მაგრამ ყველა ვერ ხედავს ამას. И в то время, когда მე რომ ტელეგადაცემაც მქონდა და მომღერალიც ვიყავი, ეს ძალიან რთულია. это было очень сложно. გადაღლილობა ჯანმრთელობაზეც აისახა. Я приехала в больницу. ის რამდენიმე წელი, რაც მომღერალმა თბილისში გაატარა, მართლაც საკმაოდ პროდუქტიული იყო. TV-პიკზე გადაცემა მიყავდა. სიმღერების მთელი ალბომი ქართველ კომპოზიტორებთან ჩაწერა. საახალწლო კონცერტებზეც გამოდიოდა და ჟურნალების ყდებზე არაერთხელ გამოჩენილა. და რა თქმა უნდა, ხალხს საჭირო მასალასაც არაერთხელ აძლევდა. ივანა, თუ თქვენ სტაბილურია. შენი გუნდის წევრებისგან ხსმენია, რომ საკმაოდ მომთხოვნი, პრეტენზიული და ზოგჯერ ჭირვეული ხარ. შენთან მუშაობა რთულია? работать это так? Ну, капризная не ჭირვეული? არ ვიცი, მე ბევრს ვითხოვ კი. No. ვინც ჩემთან მუშაობს, იცის, რომ ჩემი თავისგანაც ბევრს ვითხოვ. от себя еще больше. То есть სამართლა არ ყოფილ ხარ? არა, არავითარ შემთხვევაში. Вот личная дружба с президентом Саакашвили Иване помогла в карьере. იყო ბევრი საუბარი იმაზე, რომ შენი აქ ჩამოსვლა სააკაშვილთან მეგობრობამ განაპირობა. შენ ამას არც უარყოფდი და არც აღიარებდი. Რატომ? Хотел, чтобы приезжали из Украины Я талантливые. говорила, я на Зачем самом это? деле, не только ведь я сюда приехала, сюда მარტო მე ხომ არ ჩამოვსულ ვარ. კი სააკაშვილის მოწვევით ჩამოვედი და სწორი ნაბიჯიც იყო. მან ჩემი სახით პროფესიონალი კადრები ჩამოიყვანა. кадры, в которых эта страна
страна нуждалась. Нас пиарила в Украине. შენც ხო გვაპიარებდი უკრაინაში. Я Кензо великому როგორ არა დიზაინერ კენზოს უყვებოდი საქართველოზე. ვეუბნებოდი თქვენი ხინკალი რომ გაესინჯა. покушайте хинкали, потом с вами поговорим. Еще 2,5. ძალიან ბევრს ყვებოდი საქართველოზე. 2 წლის წინ ის არ იყო ასეთი პოპულარული. ხო, ახლა პოპულარული და მიმზიდველი გახდა ტურისტებისთვის. მადლობა ჩემს გუნდს, ჩემს არხს. უკრაინაში მიცნობენ როგორც მომღერალს და ამ დროს მე გამოვჩნდი ქართულ არხზე. Важно, ведь я же работала там ведущей. თუმცა ბევრი იმასაც ამბობდა. ვინ არის ეს ივანა მელაი? მას უკრაინაში არავინ იცნობს. Почему вот эти вот такие вот? Я думаю, что это ментальность. ალბათ მენტალიტეტის გამო. უნდა წახვიდეს საზღვარგარეთ რომ გაღიარონ. Да. Я считаю, что те, кто смотрят и видят, არ მწყინს, გამგები გაიგებს და თუ ვინმეს რაღაც კომპლექსები აქვს, ეს ჩემი დარდი არ არის. ზოგი ყვება რაღაც სისულელეს და პირადად არ მიცნობს. вы с ней общались? Нет. სხვათა შორის ძალიან ბევრს გაუკვირდა და ალბათ მათ შორის მეც, როდესაც უკვე 1 წელია რაც გადაცემა არ გადის ივანასი და აღარ არის ესე ვთქვათ მის მიერ ლობირებული ხალხი მთავრობაში და ბევრს ეგონა რომ ივანა ეგრევე წავიდოდა საქართველოდან, მაგრამ არა, უკვე წელიწად ნახევარია ივანა საქართველოში არ ღალატობს და მე მგონი მარტო ეხლა დააპირა. მე არავის არაფერს ვუმტკიცებ. გულწრფელი ვარ, არ ვპირფერობ. Когда говорю, я говорю искренне. Я бы и сейчас не уезжала, если бы ახლაც დავრჩებოდი, მაგრამ მე მჭირდება განვითარება და წინსვლა. ერთი ადგილის ტკეპნა არ მიყვარს. сейчас их меньше, гораздо меньше. აქ აღარ არის მწვერვალი, რომელიც მე უნდა დავიპყრო. გულდასაწყვეტია, მაგრამ საქართველო თითქოს შეჩერდა თავის განვითარებაში. კონცერტები, პროექტები შემცირდა და ეს ამ მთავრობას უკავშირდება. И да, это связано с правительством. Хотя в новом правительстве თუმცა მე ახალ მთავრობაშიც მყავს მეგობრები. меня точно так же любят и уважают, как и в прежнем правительстве. Ну, может быть, предложить им какой-то... იქნებ შესთავაზო რაიმე პროექტი. В этом я, конечно, истинная женщина. Я не умею ამ себя. საკითხში ჭეშმარიტი ქალი ვარ. ჩემს თავს არავის ვთავაზობ, ვისაც უნდა თვითონ Я მომმართავს. могу выкладываться. მე ბევრს მოგზაურობ და ამჯერად რუსეთზე შევაჩერე არჩევანი. А что ты там будешь делать? რას გააკეთებ იქ? ვიმღერებ. В клубе в каком-нибудь? კლუბში? არა, ეს ჩემი არ არის. ბავშვობიდან ჩემი მშობლების რესტორანში უმღეროდი. დადგა დრო სხვა ეტაპზე გადახვიდე. Достаточно. იქ არიან პროდიუსერები, კოლეგები, ხალხი რომელთანაც ვმეგობრობ. დამეხმარებიან. И чем смогут, тем помогут. ქართველი კომპოზიტორების სიმღერებს თუ წაიღებ ივანა იქ რუსეთში? Конечно, повезу, потому что альбом практически წავიღებ. ალბომი მზადაა. ყველაზე საყვარელ სიმღერებს წავიღებ რუსეთში. обязательно будут и в России. ის რომ უკრაინელი ლამაზმანი და ქუჩის ბიჭების გურამ ლომიძე ერთმანეთს ხვდებიან, გასულ ზაფხულს გავიგეთ. ივანა ქუჩის ბიჭების ყველა კონცერტს ესწრებოდა, თუმცა ღიად თავის кавშირზე არ საუბრობდნენ. Тем более, что наверняка тебя здесь будет ждать. შენი და გურამის ამბავი როგორ იქნება? ის აქ დარჩება თუ როგორ მოილაპარაკეთ? Скажу одно, что я не загадываю наперед. დღეს კარგია და ხვალ რა იქნება არ ვიცი. მე ვცხოვრობ დღევანდელი დღით და ეს არის ბედნიერება. ბედნიერი ქალი ვარ. ჩვენ გვესმის ერთმანეთის და ეს მოგწონს. რა იქნება ხვალ არ ვიცი. სერიოზული გეგმები არ გვაქვს. Серьезные. Это, я думаю, что это не в моем стиле, так точно. Настоящий грузинский мужчина, он ведет себя. გურამი ნამდვილი ქართველი მამაკაცია. გამყვება დედამიწის ნებისმიერ კუთხეში. Поэтому он за мной хоть на край света. Мокрая симгера «Я люблю грузина» грдзельდება. Хотя когда ты написала эту песню, тогда еще... ყველას ეგონა რომ ეს სიმღერა სხვა ახოვან ქართველს ეწყლებოდა. ახლა თუ ეკონტაქტები სააკაშვილის Перезваниваетесь, общаетесь или нет с Михаилом Саакашвили? Нет, но мы виделись, когда... კი, წლის ბოლოს ვნახე აქ საქართველოში. ყოველთვის მიხარია მისი ნახვა. იმდენად საინტერესო პიროვნებაა და იმდენი გააკეთა ამ ქვეყნისთვის. сделал здесь. И кто-то думает, что... იცი ზოგს გონია რომ მომღერლები პოლიტიკოსებთან საკრედიტო ბარათების გამო მეგობრობენ. ეს ასე არ არის. აღფრთოვანებული ვარ მიხეილ სააკაშვილით. ძალიან მცოდნე, ქარიზმატულია. როგორ ყვებოდა საქართველოში უკრაინაზე იცი? დიდ პატივს ვცემ და მადლიერი ვარ მისი. საქართველოს მოქალაქეობა მომცა.
И родители приехали тоже Да, и здесь, да. родители сюда приехали. მშობლებიც აქ არიან? აქ რჩებიან თუ? არა, აქ რჩებიან. Вот я хочу сказать одно, что я очень благодарна. მე მადლობა მინდა ვუთხრა სააკაშვილს და მის გუნდს იმ სითბოსთვის, რომელიც მე ვიგრძენი. ალბათ ყველა მსახიობს ნებისმიერ სტუმარს გაუხარდება ასეთი მიღება, იმიტომ რომ მაშინ გინდა აქ ჩამოსვლა, გინდა ილაპარაკო ამ ქვეყანაზე. მე არ მიყვარს ნეგატივი და არ მსიამოვნებს, რომ ხალხისგან ამდენი ნეგატივი მოდის. ნუ გავიწყდებათ როგორები ხართ. თქვენც ხომ მხიარული, პოზიტიური ხალხი ხართ, გიყვართ სიმღერა, პურმარილი, საკუთარი სტილი გაქვთ. ძალიან კარგი ქვეყანაა საქართველო. მინდა აქ ცხოვრება, მაგრამ განვითარებას სამწუხაროდ ვერ ვხედავ. С удовольствием буду приехать. სიამოვნებით ჩამოვალ კიდევ, ახალი სიმღერებით, კლიპებით, უბრალოდ სტუმრად ჩემს მეგობრებთან. Просто приезжайте в гости. Вот и всё. ივანა მელაი სპეციალურად Music Box-ისთვის. ასეთი გამოვიდა ინტერვიუ ივანა მელაისთან, რომელიც ალბათ ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არა. თუმცა ვაღიაროთ, რომ თავისებური პეწი ჩვენ შოუ-ბიზნესში შემოქონდა. Белый пушистый падает снег, белым от снега стал белый свет, сорван последний календарный лист. Ты не грусти, ни о чем не грусти, надо идти, надо дальше идти. Путь впереди, пусть как снег он будет чист. И если не повезет, ты не плачь, ты не плачь. Ты ведь актер, так за маскою спрячь. Спрячь от друзей обиды, чтобы никто не видел тени твоих неудач. Белый пушистый падает снег, белым от снега стал белый свет, сорван последний календарный лист. Ты не грусти, ни о чем не грусти, надо идти, надо дальше идти. Путь впереди, пусть как снег он будет чист. Ведь на земле огромная